მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დაკარგული მე ისევ დავბრუნდი. ძალიან მომენათ რა ვიდეოები და ვიდეოს გადაღება და ვიდეოს დამონტაჟება, ამიტომ ამ კვირას, ამ შაბათს უბრალოდ აუცილებლად შემოგთავაზებთ ახალ ვლოგს. პირველ რიგში მინდოდა გამემახვილებინა ყურადღება წინა ვლოგზე, ანუ ისრაელის ფასების ვლოგზე. დამიწერეს, რომ ძალიან დაბალ ფასებს იძახიო იმასთან შედარებით, რაც მართლა არისო. ვეთანხმები, რომ მართლა ძალიან დაბალი ფასები ვთქვი, მაგრამ ეს ფასები არ არის გამოგონილი, მართლა რაც მესმის, რასაც ვხედავ, რაც ვიცი, ყველაფერი ის გაგიზიარეთ და მოგიყევით, მაგრამ მართლა მინიმალური თანხები, რაც ისრაელში ცხოვრებას სჭირდება და როგორც ბევრმა თქვენგანმა უკვე აღნიშნა კომენტარებში, ისრაელში ცხოვრება ნამდვილად ძალიან ძვირია და მე ჯერჯერობით ისეთ ქვეყანაში არ ყოფილვარ, სადაც ვიფიქრებდი, რომ ანუ აი ისრაელი უფრო იაფია სიტყვაზე და ეს ქვეყანა უფრო ძვირია. მაგრამ გამიგია, რომ ნიუ-იორკი უფრო ძვირია. ამასაც იმედია, მალე დავტესტავთ. ხედავთ, მე უკვე გამოვეწყდე, გავემზადე, ჩავიცვი, ცოტა მაკიაჟიც გავიკეთე, სახე აზრზე მოვიყვანე, ასე ვთქვათ. და ეხლა გავდივარ კინოში. ზიანი არ არის, მაგრამ გარეთ ისეთი სიბნელეა, ეს მეგონი სადაც 11 საათია ღამის, მაგრამ ასე არ არის, ჯერ არის 6 საათი, არც კი მე მგონი. მე ეხლა გავდივარ ჩემს დეიდაშვილთან ერთად, მივდივართ კინოში. ნანდაური, ესე ქვია, არის საქართველოში გადაღებული, ზუსტად არ ვიცი სად. კარგი გამოხმაურება მოყვა ამ ფილმს. მაინტერესებს ძალიან, ეხლა სულაც რომ უინტერესო იყოს, რომც გამიგო რომ უინტერესოა. ქართული რო არის, მაინც ყველა ვარიანტში წავიდოდი და ვნახავდი, რა საკვირველია. მე მგონი ქართულია და ივრითული სუბტიტრები აქვს. ხო. სხვათა შორის რა უნდა გამიზიარებინა? ამ დღეებში კიდევ ვიყავი კინოში ჩემს მეგობრებთან ერთად. სამშაბათი დღე იყო და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია შევიტყვი. მოკლედ, რომ მივედით მე და ჩემი მეგობარი კინოში, რატომღაც ისე დაემთხვა, რომ სულ ხანში შესული ადამიანები იყვნენ და ეს პირველად არ მოხდა. რამდენჯერმე ვიყავ ესე კინოში შუაკვირაში და სულ აი ესე დაემთხვა და ვკითხე რომ მეთქი რა ხდება. მე ჩემ მეგობრას გაახსენდა რომ სამშაბათობით პენსიონერებისთვის კინოს ბილეთი ღირს 10 შეკელის, ну სადღაც ესე 8 ლარი, ისრაელისთვის ეს არის ძალიან ცოტა თანხა, მინიმალური და ამის გამო რო ფასაკლება აქვს ამ კონკრეტულ დღეს, ხშირად დადიან ხოლმე კინოში სამშაბათობით და ვიფიქრე გავუზიარებ მეთქი ქართულ საზოგადოებას, რომ იქნება ვიღაცა ისეთმა ადამიანმა ნახოს ეს ვიდეო, ეს ვლოგი და გაითვალისწინოს. კინო არა თეატრი იყოს. თეატრში ხო უფრო ივლის ხალხი. არ ვიცი თუ იქნება არის საერთოდ ესეთი შეღავათიანი დღეები. ჩვენ სტუდენტობის პერიოდში ხშირად დავდიოდით ხოლმე თეატრში ძალიან და რაღაცა შეღავათი ვქონდა, მაგ საათია დავხედოთ საათს. უკვე ნელ-ნელა უნდა გავიდე, მივდივარ რიშონში და რიშონი ჩემგან არის საკმაოდ შორს. იმედია რომ დროზე მივალ, მისჩვენი ადრე გავიდე, ვიდრე დავაგვიანო. ჩემს საყვარელ და ლამაზ ფისუნია სახლში მარტო. მოკლედ ჯერ არ დაბრუნებულა სამსახურიდან. მილოდი ბესედრ ნახონ. ყოჩაღი გოგოა, კარგად იქნება. ეს კატა რომ მიყვარს ხალხო, გიჟდები, მაგრამ მარტო ეს კატა მიყვარს. ჩემი ფისუნია მიყვარს მხოლოდ და მხოლოდ. რომელიც მოყვა ჩემს მეუღლეს. მანამდე მე კატებთან შეხება არ მქონდა და სიმართლე რომ გითხრათ, არც დიდად არ მიყვარდნენ. უბრალოდ ანუ ალბათ შეხება რო არ მქონდა, მაგითო არ მიყვარდნენ, მაგრამ აი ეხლა ამის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენელია. ეს ჩემოდანი გადასაგდებია და იმიტომ დგას აქ. არსად არ მივემგზავრები ჯერ. სანამ სამსახურს არ ვიშოვი. კაი, წავედი. მოვედი კინოთეატრში. ხედეთ რამხელა რობოტი ტრანსფორმერი დამხდა აქ. სანამ ჩემი დედაშვილი მოვა, კარგად გადავიღებ, გაჩვენებთ დინოზავრები. აქ ბავშვები მოყავთ ხოლმე ხშირად. ეს მულტფილმი ვის გახსოვთ დინოზავრებზე რო იყო ხოლმე მგონი, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მულტფილმი იყო ხოლმე, ოღონდ არ მახსოვს რა ერქვა. აი მე ხა გამახსენდა. ესეც შიგნით. ძალიან დიდი ხანია ამ კინოთეატრში არ ყოფილვარ, სხვათა შორის.
სხვადასხვა არის ეს ლალინი თბილისიც როა აქაური ბრენდია თუ არ ვცდები. ნუ პირველად მე აქ ვნახე და აღფრთოვანებული ვიყავი ხოლმე მახსოვს ახალგაზრდობაში ამ მაღაზიით. ცოტა ვიმატრაკვეცე და შეხედეთ საყურე ვიყიდე, აი აქ დასამაგრებელი ოღონდ ფეიკია, ანუ ტყუილი დასამაგრებელია. საყური არა, ანუ ყური არ მაქვს ახრეტილი მანდ. ძალამაზია ხო? აი ეს ფილმია. როგორი ავიღეთ? კინო ფილმებიდან გმირები. პიტერ პენი ხო? არა მარტო ფილმებიდან, ცნობილი ფიგურებიც არიან. საერთოდ არ არის ხალხი, სულ 4 კაცი ვართ. არასდროს მიგატალე. გესმის. თქვა რომ ცრემლები სადმე მომადგა რაიმე ეპიზოდში ვერა ანუ არა და ფილმი რომელიც ჩემში ემოციებს არ იწვევს არა სვეულებ მხოლოდ საქართველოს პეიზაჟებმა ხო სახლი მივხვდი რომ სახლი ძალიან მომინდა საქართველოში მომინდა საქართველოს ქუჩები რომ დავინახეთ ძალიან მოგვენატრა საქართველო ემიგრანტებს ხო და ნახა ჩვენ თქმა უნდა არანაირი ფილმის კრიტიკოსები არ ვართ ეს არის ჩვენი მოსაზრება მხოლოდ ჩვენი მოსაზრება მაინც ვნახავდი უეჭველი წამოვიდოდი სანახავად რა ვქნა ეხა მაინც ქართული ქართველებს და ქართულ ფილმებს და ასე შემდეგ ყველაფერს ქართულს ხარ უნდა დაუჭიროთ სხვა გზა არ არის ძალიან ამის გაგიტანა უბრალოდ ვერ გამიგია ეს ჩავიცვა ამ ჩანთით და ეს ფეხსაცმელი თუ ეს რაღაც ეს უფრო მოდულია ხო მე მგონი თანამედროვე აკრავს მე მგონი აი ამას ჩავიცვამ ამ ჩანთას დავიჭერ და ესეც ძალიან უხდება უფრო აი ამ ლუქს ეს ჩანთაც მე მგონი უხდება აი ამით წავალ და მე და ორი გავდივართ ეხლა რომ აღვნიშნოთ ჩემი მეუღლის დაბადების დღე მივდივართ რესტორანში და რა თქმა უნდა გაჩვენებთ ყველაფერს რასაც ჩემი თვალი დაინახავს ჩვენი თვალი დაინახავს მე მგონი საყურეს შევცვლი სანამ დრო მაქვს რა ეტყობა ეხლა რომ ამას ძალიან ისეთი რესტორანია ძვირფასი არც არაფერი შიგნით და ვნახოთ მერე ჯერ ადრე და ველოდებით ჩვენი დღევანდელი რესტორნის სახელია OCD, რომელიც მდებარეობს თელ-ავივში, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და რთულად ხელმისაწვდომი რესტორანია ქალაქში. აქ ადგილის დაჯავშნა თითქმის ყოველთვის პრობლემატურია, თვეების წინ ივსება, ხშირად კი საერთოდ არ არის თავისუფალი მაგიდა. ამიტომ ეს საღამო ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან სწორედ ჩემი მეუღლის დაბადების დღისთვის გამოჩნდა თავისუფალი ადგილი. აღსანიშნავია ისიც, რომ OCD საერთაშორისო კულინარიულ ასპარეზზეც დიდი აღიარებით სარგებლობს. ჩვენ ავირჩიეთ მათი სადეგუსტაციო მენიუ, რომელიც 14 კერძისგან შედგებოდა. მენიუს დასაწყისი მთლიანად სტარტერებს დაეთმო, პირველი 5 კერძი ერთი ინგრედიენტის, ბადრიჯის გარშემო ტრიალებდა. მგონია, რომ ფუმფულა, მაგრამ მაგარია. ძალიან უცნაური გემო აქვს. რესტორანს ხელმძღვანელობს ძალიან ცნობილი ებრაელი შეფი ღაზ ღავი, რომელიც ისრაელის თანამედროვე კულინარიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება. ამის შემდეგ კი რა თქმა უნდა უკვე გადავინაცვლეთ მთავარ კერძებზე. სადილი დაახლოებით 2 საათნახევარი გაგრძელდა, მაგრამ დრო ძალიან შეუმჩნევლად გავიდა. ეს პროცესი მოგზაურობას უფრო გავდა, ვიდრე ვახშამს.
რესტორანი აღმოჩნდა ძალიან პატარა, მხოლოდ 19 სტუმარს ემსახურება და მაგიდები განთავსებულია ღია სამზარეულოს გარშემო. აღსანიშნავია ისიც, რომ OCD საერთაშორისო კულინარიულ ასპარეზზეც დიდი აღიარებით სარგებლობს. אז הבאתי לכם לחם מחמצת מהמאפייה שלנו, אחוי. ולחמניות פארקר, שהן מפחות ונאפות ממש בתוך הקערה הזאת, זה קרה מהתנור, זהירות. ეს არის ზეითუნის ზეთის მურაბა. და ძალიან გავს, აი კარაქს და თაფსროთად აურევენ ხოლმე. აი მაგას გემოთი, სტრუქტურით არა. ეს კი არც მეტი და არც ნაკლები ქათამი გრილზეა, რომელიც აღმოჩნდა, რომ შეფის საყვარელი კერძი იყო ბავშვობაში. ეს არაჩვეულებრივი სადილი დასრულდა უგემრიელესი დესერტებით. არა ერთი, არა ორი, არამედ 3 დესერტით. მესამის გადაღება კი დამავიწყდა. ოღუშ מתי אומר? וואו, הייתה חוויה באמת מיוחדת. ძალიან განსაკუთრებული გამოცდილება მივიღეთო. ממש טעים וממש שווה, אבל זה לפעם ב. გემრიელი იყო, ღირდა აქ მოსვლა, მაგრამ აი მართლა რომ აი წელიწადში, 2 წელიწადში ერთხელ რო უნდა მოხვიდე, შეიძლება საერთოდ აღარც მოხვიდე მეორედ. ანუ ერთჯერადია, ასე ვთქვათ. წავედით ახლა სახლში. დავუბრუნდეთ სახლში მომწადებულ საკვებს, საჭმელს. გამა მოლიშეზე და გია ბელჩვაინ, ვეზე გია მასე მაელ. כן? כן. וואו. I see. Now you see it, babe. You have to like cut this as well. Maybe you should bring the scissors. Ooh, וואו. it's a fake DeLorean. וזה מה? זה נראה לי קיבלנו מתנה. וואי, תודה. נכון? זה DeLorean? Yes. נכון. It's from the second movie. Yes. Back to the future, bitches. Wow, it's incredible. Thank you. You're welcome. და საერთო ჯამში არის 1872 ნაწილაკი. ეს არ ვიცი რა არის. და აქ წელი ასაკი. 18 პლუსი. დილიდან დავიწყეთ ლეგოს აწყობა. და კიდე ძალიან ბევრია. ეს და დანომრილი. რა არის შემდეგ უნდა გახსნა. ესე იგი, ეს არის პირველი დღის ნახელავი. 3 პაკეტის ნაწილაკები ავავსეთ. ავაწყვეთ. და ახლა ვართ მეოთხე ნაწილზე გადასული. Okay, ესე იგი, მივიღეთ ესეთი ეხლა result შედეგი და დაგვრჩა ერთადერთი პაკეტიღა. ერთადერთი შეკვრა ნაწილების. ნახეთ რა მაგარია. უი. აქ კიდე ენთება შუქით. აი შეგახედოთ. და ავწევ და შეგახედოთ. არ მჯერა რომ ის სულ ლეგოსგან არის აწყობილი. ლეგოს როგორც იქნა მოვწყდი და შევატოვე ჩემს ქმარს და გადავწყვიტე ამერიკული ორცხობილები დამეცხო. უკვე არის მეორე ნაწილი, პირველი ნაწილი უკვე გავაკეთებ, ეხლა ვიგაჩვენებთ. აი რა ლამაზები გამოვიდა. ძალიან ლამაზებია. ჯერ არ გამისინჯავს, მაგრამ აი ეგრევე მჩნევა რომ რაღაცა საოცარი გამოვიდა. ხო და ერთი სული მაქვს, ოდის გადავსანსლავ.
მოვკალათდი სახლში. ნახეთ რას ვუყურებ. სოციარა ხარ კი, გამბატონო თამარ, როგორ გზადები? რაიმე მომკლათ არის ტკივილება. შვილკაცაც ვერ ვიგებ. მართლა შენზე შვილი მანეთია დარჩენილი. დეპონეტზე გადავიდარე. ლუბას მიაკითხე, ლუბას. დიდი მადლობა. სიგარეტი არ გაქვენ? აღარ ვიცი. მოთარგმნე ციხელი მოაწერს. საოცარი ფილმია. მომხლა თამბაქო. ესეც დასრულებული ვარიანტი ლეგოსი, ვისაც ნანახი აქვს ფილმი, ამომავალში ალბათ აუცილებლად მიხვდება რა მანქანაა. და ვინც ხედან შიგნით. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. დღეს გადავწყვიტე, რომ აი ესე პიჯაკში გამოვეწყო და წავიდე არც მეტი არც ნაკლები იკეაში. წინ დიდი გზამელის დაახლოებით 1 საათი და 3 ავტობუსის გამოცვლა, მაგრამ ძალიან დიდი ხანი არ ყოფილა, ძალიან მინდა რომ გავისეირნო, თან ძალიან კაი ამინდია. საქმეც არაფერი მაქვს, ჩემი ქმარი მუშაობს და რა თქმა უნდა, თქვენც დაგათვალიერებინებთ ყველაფერს. ფასებსაც გაჩვენებთ და ლარშიც გეტყვით. უკვე ხმამაღლა. არ იცით, რამდენი ხანი მოვდიოდი და გადავიარე 9:09 ზღვა. და როგორც იქნა, ხალხო მოვაღწიე იკეაში. ჯერჯერობით იკეასთან, მაგრამ მალე მიუახლოვდები. 1000 ჯერ ამის გადავიფიქრე, მოსვლა, იმიტომ რომ ძალიან დიდ დრო დამჭირდა და მეთქი დარჩენილიყავი ადამიანო სახლში, რა ძალა გადგა. მაგრამ არა, კაია. გულსუხარია. აი, შეხედეთ, ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ რიშონში. და ეს არის რიშონის ბიზნეს ცენტრი, ესე ვქვია მე მგონი და მეტად სიამაინც ჩამომეწერა რისი ყიდვა მინდა. ეხა ყველაფერი დამავიწყდება აბსოლუტურად. რისი ყიდვაც ჭირდება ზოგადად. მე ხო სწორად მოვედი. არა, ეს გასასვლელია თუ პარკინგი. ეგრა მეკადრება ეხლა მაღაზიაში შესასვლელი შემეშალო. რა კაია კაცი შვილიც არ არის. ყველგან ახალი წელი გვაქვს. მე ჩემი ჩანთით ვარ მოსული, თუმცა აქ არის ჩანთები შემოსასვლელში და შეგიძლიათ აიღოთ ხელსახოცები. ხალხო, საოცრება. ეს არის 50 წელი, მოდი ამას ვიყიდი. საუკეთესო ხელსახოცია, რაც კი ოდესმე მქონია. 12 ლარი. და ესეთიც მაქვს. აქ ვიყიდე ესეთ ჩასატები და ესეც ძალიან მომწონს. ძალიან მომწონს ამათი დიზაინები ზოგადად. ძალიან ლამაზია. მოდი აბა ვნახოთ რა ღირს აი ეს 5395 შეკელი. ანუ 4458 ლარი. ხო, ეს ღირს აი ეს. ძალიან ლამაზია ყველაფერი. რა ლამაზია, მას შეხედეთ.
გიждები მწვანეზე და აი ესეთ ტახტზე. სამზარეულო რა საყვარლობა. ძალიან პატარა სამზარეულო აქ. ამ სამზარეულოში მე ვერაფერს ვერ გავამზადებ. არა, ძალიან საყვარელია. აი, ძალიან საყვარელი საძინებელია. ესეც დღევანდელი მე სასადილო მაგიდავა, ვნახოთ რა ღირს 530 ლარი. აქ არის ძალიან კაი სასადილო, როგორც ვიცი და თუ ძალიან მომშვიდო, მე ამოვალ და შევჭამ. წავედით ახლა გავუყვეთ გზას. ეს ხის კოვზი მაქვს და ძალიან კარგია. ანუ ესეთი არა, მაგრამ აქ ვიყიდე. ეს ნოხიც ძალიან კარგია. ეს არის საბაზანოში. თუ ნეტა რა ღირს, ნეტა ეს არის. ხო, 10 შეკელი ღირს წარმოიდგინეთ და აი ძალიან კაია. და მე მგონი ირეცხება კიდეც, მე მგონი არა ირეცხება კიდეც დილარი, არც კი. ხო, 7 ლარი დაახლოებით, ახლა ზუსტად არ გეუბნებით. აი ეს მინდა კიდე სამზარეულოს მაკრატელი. ვაიმე რა თვალი ხსდება. მიწებებულია. ხო, აი ეს ჭირდება. არა ეს არა. აი ეს რა ღირს? ნუ სადღაც 9 ლარი, 9-8 ლარი. ამას ავიღებ. თით მაქვს ჭურჭლის საწური და ესეთი ძალიან კაია. 12 შეკელი ღირს, ან სადღაც ესე 10 ლარი. როგორც ცხობის მოყვარული ეს აუცილებლად ჭირდება. უბრალოდ მაქვს ოღონდ ცოტა ცუდი, მაქვს ცუდი ხარისხის, კარგად არის მეო, ამიტომ ამას აუცილებლად წავიღებ. ეს ღირს 5 შეკელი. სადღაც 4 ლარი, 3 ლარი, ხო. და აი ეს მინდა კიდე. ერთი ვიყიდე. ვითომ კარგი ხარისხის და ისეთი მძიმეა, ძლივს ვურევ ხოლმე. მოდი ამას წავიღებ, თუ ეს ჯობია სილიკონის. სუბუქი, მე მგონი ეს მირჩევნია, სუბუქი რო იყოს. ესაც 5 შეკელი ღირს, ორივე 5 შეკელი, ანუ 10. მინდა ჩაისჭიქები, აი რაღაცა ლამაზი. ოღონ ყურიანი, იმიტომ რომ ჩემ ქმარს ყურიანი უყვარს. ესე ხელის მოსაკიდით. ეკნება ვნახო რამე ავარჩიო. მაგრამ გამჭვირვალე უყვარს, გამჭვირვალე. შუშის უფრო სწორად. სამსუბუქია ეს არ გვინდა. ეს კაია. მაგრამ არ ვიცი, თან ლამაზია მე მგონი, რატო უნდა მოეწონოს რა. ხო, აი აქ წერია 7 შეკელი. ნუ, რავი, არ ვიცი, 4 ლარი, 5 ლარი. ეხა როგორ ვატარო ჭიქები? კიდე რაღაცების ყიდვა რომ მინდა. კაი, სხვა დროს მოვალ და ვიყიდე. აი, ესეთი მომწონს უფრო ეხლა. აქ რეები გვაქვს. ხელთათმანი. ცხრამეტი შეკელი, ანუ სადღაც 15 ლარი, ცოტა უფრო მეტი ალბათ.
აი ეს მაგიდაზე გადასაფარებელი ღირს 62 ლარი. არის არც არაფერი. რატომ რისთვის? ეს საერთოდ ეს რა ღირს? 120 ლარი რატომ ნაღირდეს? არა, კაი გადაწყვეტილება იყო რომ წამოვედი. ეს რა არის? არ მინდა. გავაგრძელოთ გზა. გავედით შემდეგ ადგილას, სადაც არის ფოტოების ჩარჩოები. მოდი ესე გავალ. და საათი არ მაქვს. თუ სადმე შევამჩნიე და შევნიშნე, აუცილებლად ვიყიდი. საათი ესეთი არ მინდა, რაღაცა ცოტა თანამედროვე მინდა. აბა ვნახოთ ცოტა მოდური თანამედროვე საათი. ესეთი? არა. ესეთი? რა ღირს? ესეთი? ესეთი საათი მინდა? ეს არ მომწონს. საათები არ მომეწონა, ამიტომ აქ არ შევიძენ, არ ვიყიდი. მოვედით სანთლებში ხო. რა სურნელია ღმერთო ჩემო. საპნის. რა ლამაზი შანდალია. აი აქ არის. ესეც თან ახლა ხო ხანუკა მოდის და ალბათ ესეთი არ არის ხანუკია სხვანაირია, მაგრამ თამამაზია. მთლები ნებისმიერი ფერის, წონის, ზომის, ფორმის სახალწლო. ნამცხრები. მე მგონი ნელა გავედი ბოლოსში. ეს ყვავილების ქოთნებია. და ყვავილები და ბევრი ლამაზი ყვავილები. წავედი. საწყობი და აქედან იღებენ ხოლმე ნიფთებს, რაც აი გამოფენაზე მოეწონათ. გამოფენა, ანუ აი თქვათ ეხა ოთახები რაც დავათვალიერეთ ვიდეოს დასაწყისში, აი მანდედან. ყველაფერი ესე დანომრილია, ლამაზად კოხტად. გავუყვეთ გზას. სალაროებისკენ. საჭმელით დავათვალიეროთ, სასუსტამები პროსტორად. მაგარია. Golden wheat. ახლა გადავიხდი. ესეღოდაც თვითონ მსახურეობის სალაროებიც არის და მანდ მივალ სავარაუდოდ. 125 შეკელი გამომივიდა, ანუ სადღაც 103 ლარი. და მე სახლში რომ მივალ, კარგად გაჩვენებს რაც ვიყიდე. სანამ ხალხი არ არის, უცბად გაჩვენებთ რა ვიყიდე, სამ ჩავალაგებ. აი, თუთარი აზამჩის. მაგიდის უკრა. სამზარეულოს
ხელსახოცები. ეს ორი. მაგრატელი სამზარეულოსი. ეს საბაზანოს ნოხი. ой, არეტევა. იკა. და პლედი. არის ისე თქვენთან ერთად და ეხლა უკვე ბრუნდები სახლში ჩემი ძიფასო მეგობრებო და თბილის vlogის დასასრულს მივახვალ და ყოველთვის მოვიწდება გითხრათ რომ ჩემი არქივით გამოიწეროთ და ერთხელ სანამ არ დავამიწყდა გეობნებით. ხოთ გამოიწეროთ ჩემი არქივი თუ მოგეწონათ თუ მოგეწონეთ. ავედი ახლა კიდეც ფრანგულს ხარჯ გამახსნა და დასასრულს და დასაბლები